კეთევან გუგუტიშვილის ეზოში მავთულ ხლართები გადის. ამბობს, რომ სურათი მისთვის მოულოდნელი იყო და ეს ყველაფერი ადგილზე ჩასულ ევროკავშირის წარმომადგენლებსაც უამბო. მართალია დამწვარი ეს სახლი, მაგრამ ამოვდივარ ხოლმე აქა. აი ქორღობიდან ამოვივლი ხოლმე, ჩემოვდივარ, ვათვარიელებ ხოლმე და შემთხვევით დავინახე, რომ ეს მავთულ ხლართები ყრია აქ ეზოში, ბაღში. ხო და რა ვიცი, გამიკვირდა მე ევროსაბჭოს კავშირის წარმომადგენლებიც იყვნენ და იმათაც დაათვალიერეს, ძალიან გულდასმით შემოიარეს აქ ყველაფერი და აი გაოცებულები იყვნენ ისინიც, იმიტომ რომ იქითა მარტო გზას მიჰყვება ეს საზღვრები. ხო და აქ კიდევ აი აქამდეა ჩამოსული. ხო და თვითონაც გაოცებულები იყვნენ, რავი, რა ხდება უკვირდათ. ახალი მავთულ ხლართები შიდა ქართლის სხვა სოფლებშიც გაჩნდა. გუბერნატორი ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით ყველა ასეთ სოფელში ჩავიდა. ანდრო ბარნოვი იმ მოსახლეობას გაესაუბრა, რომელთა საცხოვრებელი სახლები და მიწისნაკვეთები ეგრეთ წოდებული საზღვრის მიღმა აღმოჩნდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ასევე სოფლის სკოლაც. ხალხი ყურადღებას ითხოვს. ძალიან სამწუხაროა, რომ იმ დროს, იმ პერიოდში, როდესაც საზოგადოებაში არის ახალი მოლოდინები, როდესაც ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ რუსეთთან არის დაწყებული რაღაც პოზიტიური, ასე ვთქვათ, დიალოგი და ამ დიალოგმა შეიძლება რაღაც გამოიღოს, როდესაც აი ამ სიტუაციაში ჩვენ ვხედავთ ახალ ღობეებს, ახალ ბარიერებს, ახალ ზღუდეებს, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებისაგან, რომ გქონდეს სრული ინფორმაცია და ჩვენ არ ვიცხოვროთ ზღაპრებში. ჩვენ უნდა გადავყაროთ ვარდისფერი სათვალების და ყველა სხვა ფერის სათვალებს და უნდა ვეცადოთ და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ რაციონალურად წყვეტდეთ რა ნაბიჯს გადადომა ღირს, რას აქვს აზრი, რას არ აქვს აზრი და რა ემსახურება უბრალოდ ხელისუფლების პიარს, იმიტომ რომ ვიღაცას ნაცარი შეეყაროს თვალში და თქვას, რომ ვითომ რაღაც წარმატებებზე შეიძლება იყოს დღეს ლაპარაკი. ფაქტურად ადამიანებმა დაკარგეს საარსებო მინიმუმი საძოვრების სახით, საცხოვრებელი არა მარტო მანდ რამოდენიმე სოფელში და კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო გორში ჩასულმა სახალხო დამცველმა. უჩანანუაშვილ ამ თემაზე საუბარი ჯერ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებასთან, შემდეგ კი დემოკრატიის სკოლაში, ამავე სკოლის მსმენელებთან შეხვედრისას ჰქონდა. იყო შემთხვევები, მაგალითად დიმიტრი გუგუტიშვილის ეზო და სახლი გაიყო და ასეთი შემთხვევები მოკლედ ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, ეს დარღვევები ხდება ცნობილია ფაქტების შესახებ. ჩვენ ვეცდებით, რომ რაღაც ფორმით მოვახერხოთ რეაგირება ამ საკითხებზე, დავაყენოთ ეს საკითხი. იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, სხვადასხვა სტრუქტურების წინაშე, რომ რაღაც მეტი ყურადღება მიექცეს ამ პრობლემას, რომელიც უკვე წლებია ამ ციფრებს მოსახლეობას. კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ საქმის კურსია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, თუმცა მათი მხრიდან ამ ფაქტზე ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა. მავთულ ხლართების საკითხი ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზეც დააყენა. ის რომ მავთულ ხლართები პირობითი გამყოფი ზოლიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საგრძნობლად შემოჭრილია და უფრო მეტიც მშვიდობიანი მოსახლეობის ეზოებსა და ბაღებში გადის, დე ფაქტო ხელისუფლება ამ საკითხზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს. საუბარი იყო მავთულ ხლართებზე, რომელსაც კეთებენ რუსი მესაზღვრეები. რუსულმა მხარემ მოიყვანა ესეთი ასე განაცხადა, რომ ჩვენ ვიცავთ უსულ მიმართულებას, იმით რომ არ გადავიდნენ მოსახლეობა. აღნიშნული შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება შემდგომი რეაგირების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სახალხო დამცველიც აპირებს. ქართული მხარე კი 18 მარტს ამ საკითხზე მსჯელობას ერგნეთის მორიგ შეხვედრაზე ისევ შეეცდება. ნინო ჩიფჩიური სპეციალურად მრავალკუთხედისთვის გორი.